იცით რა, არა მხოლოდ გულგრილად ვერ შევხედავდით ამ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ჩვენ გვიხარია ჩვენი მეზობლების წარმატება, გვიხარია ის, რომ სომხეთი არის ნამდვილად დიდი გარღვევის წინაშე, მაგრამ უნდა ვაღიაროთ ერთი რამ, რომ საქართველოს როგორც რეგიონის ლიდერის და რეგიონის გულის დაკარგვის ფუნქცია ძალიან კარგად გამოჩნდა ამ ყველაფერში, ხო? იმიტომ რომ საქართველოს ჰქონდა ეს ამბიცია 2003 წლიდან, საქართველოში იყო პრაქტიკულად ძალიან ბევრი ისტორიული გარღვევა, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის გაფართოვება, რაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში იყო ძალიან აქტიურად დაწყებული, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საქართველოს უნდა გამხდარიყო ჰაბი განათლების ტექნოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით, ანუ ეს ვთქვათ, არა მხოლოდ ის დერეფანი, რომელზეც მუდმივად საუბრობს ხოლმე ანტიქართული ოცნება, არამედ ნამდვილად გამტარი და შემომტანი ძალიან ბევრი სიახლის და ტექნოლოგიური გარღვევების, ხო? ანუ რაზეც არის საუბარი მაგალითად ეხლა სომხეთში. მაგრამ ეს იზოლაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა განსაკუთრებით ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში და განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ დაიწყო და გამოიკვეთა ეს ანტიდასავლური პროპაგანდა, საქართველოს კონსტიტუციის უგულებელყოფა თავიდან ბოლომდე, ეს აშკარად აჩენს ზუსტად იმას, რომ საქართველოს არა მხოლოდ რეგიონალური ლიდერის ფუნქცია დაკარგა, ან დაკარგა ვთქვათ დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით ლიდერი და მათ შორის დამაკავშირებელი ვთქვათ სამხრეთ კავკასიის ევროკავშირთან, აღმოსავლეთ ევროპასთან, მსოფლიო ცივილიზაციასთან, არამედ რეალურად ეს იზოლაცია გახდა ზუსტად იმის თვალსაჩინო მაგალითი, რომ ჩვენ კარგავთ გრძელვადიანი მშვიდობის, პროგრესის, განვითარების, კეთილდღეობის, ქართველი ხალხი კარგავს გამდიდრების შესაძლებლობას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა ის მოჩვენებითი მშვიდობა, რომელზეც ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საერთოდ არ ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ქართველებს, ადამიანებს, იმიტომ რომ მათ უჭირთ ისინი ვერ იღებენ იმ შესაძლებელ აუცილებელ ელემენტარულ პირობებს, რომელიც სახელმწიფომ და სერვისები უნდა მიაწოდოს, არამედ ის, რომ მშვიდობა ნიშნავს პირველ რიგში ეკონომიკურ კეთილდღეობას, განვითარებას და ზუსტად იმას, რასაც აკეთებს ახლა ვთქვათ ჩვენი მეზობელი სომხეთი. დავიწყოთ როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, ხო? ეს ხდებოდა შემდეგნაირად, როდესაც წლების განმავლობაში, ვთქვათ 2000-იანი წლებიდან დაწყებული, სომხეთის და რუსეთის ურთიერთობა იყო ძალიან ახლო, ხო? პრაქტიკულად რუსეთი მიიჩნევდა, რომ მისი მთავარი პლატფორმა, პლაცდარმი სამხრეთ კავკასიაში იყო სომხეთი, ჩვენ ამას არ აპროტესტებდა მაშინდელი ლიდერშიპი, არა მხოლოდ არ აპროტესტებდა, მაშინ სტრატეგიული ყველა ობიექტი გადაცემული ქონდა და აქვს დღემდე რუსეთს, გვიმრის სამხედრო ბაზა ეხლაც არის სომხეთში, მაგრამ მოხდა ის, რომ ვთქვათ, როგორც ყოველთვის რუსებას, ვთქვათ, ვერ დაიცვეს საკუთარი მოკავშირეები და თქვენ იცით, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ის ძალიან სავალალო საომარი მდგომარეობა, რომელიც იყო, ამ შემთხვევაში რუსეთი პრაქტიკულად გაიწია და ის ვთქვათ, მოკავშირეობის შეთანხმება, რომელიც დადებული იყო, რა თქმა უნდა, არ შეასრულა, როგორც არ შეასრულა ვენესუელის შემთხვევაში, როგორც არ შეასრულა სირიის შემთხვევაში, იანუკოვიჩის შემთხვევაში და ასე შემდეგ. ანუ რუსეთმა გასაგებად აჩვენა ჩვენს მეზობლებს საკუთარი სახე, რომ მართლაც მშვიდობა და განვითარება ეს არ არის, ვთქვათ, რუსეთთან სტრატეგიულ კავშირში, არამედ ეს არის დასავლეთთან სტრატეგიულ კავშირში და ამის შემდეგ უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან აქტიური ჩართულობით უკვე შედგა სამშვიდობო შეთანხმება, ეს იყო ისტორიული შეხვედრა თეთრ სახლში პრეზიდენტ ალიევის და ნიკოლ ფაშინიანის, პრეზიდენტ ტრამპთან, ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო დერეფანი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და მათ შორის ამ სამშვიდობო დერეფანს არ მოყვა მხოლოდ განცხადებები და მე მინდა ახლა ამაზე ორი სიტყვა ვთქვა, ანუ მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა და პროგრესი რას ნიშნავს. და დღეს უკვე სომხეთი გადაიქცა ნამდვილად რეგიონალურ ხაბად სამხრეთ კავკასიაში და რეგიონში, ზუსტად იმ კონტექსტში, რაც საქართველოში იყო ჩაფიქრებული წლების წინ. რატომ არა საქართველოში, რატომ სომხეთში? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. ესე იგი, არ აქვს მნიშვნელობა აქამდე რა იყო.
ახლა ამ მოცემულ მომენტში შესაძლებლობის ფანჯარა გახსნილია და სომხეთს ყავს პოლიტიკური ლიდერშიპი, რომელიც მზად არის საკუთარი ხალხი ატაროს განვითარების დასავლეთის მიმართულებით. ჩვენ გვყავს პოლიტიკური ხელმძღვანელობა არალეგიტიმური, რომელიც რუსეთის უკანა ეზოდ ტოვებს ამ ქვეყანას. შესაბამისად, გარედან ევროკავშირი ვერაფერს იზამს, ვერც შეერთებული შტატები, თუ აქ მოსურნე მაკონტროლებელი ძალაუფლების არ არის თანახმა საქართველოს მოქალაქეები წაიყვანოს ევროკავშირის და დასავლეთის გზაზე. სომხეთის ლიდერშიპმა ძალიან კარგად იცის, რა სჭირდება ხალხს, ხო? როგორია ნამდვილი მშვიდობა, როგორია ნამდვილი სტაბილურობა, ეკონომიკური გარღვევა, ეკონომიკური კეთილდღეობა, ხოლო ჩვენი დე-ფაქტო ძალაუფლება, ბიძინა ივანიშვილი, ის მმართველობა, რომელიც და ანტიქართული ოცნება, რომელიც წარმოუდგენლად მძიმე ტვირთად აწევს საქართველოს მოქალაქეებს, მათთვის მთავარი ეს არის ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნება, ძალაუფლების კონსოლიდაცია, ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, დასავლეთის წინააღმდეგ წარმოუდგენლად მძიმე პროპაგანდა და ზოგადად ქართველი ხალხის ისტორიული მისიის და შესაძლებლობის ჩაკულა და ეს ისტორიული მისია და შესაძლებლობა არის რეგიონში ჩვენი ფუნქცია, ჩვენი ლიდერობა, ევროკავშირში გაწევრიანება, იმიტომ რომ იქ არის კეთილდღეობა, მშვიდობა და განვითარება, მაგრამ ასევე სომხეთში თუ შევხედავთ, შეიძლება ჩვენმა ტელემაყურებელმა იფიქროს, რომ ეს ხო პოლიტიკური მხარდაჭერაა, თქვათ, ხო, ნიკოლ ფაშინიანის მიმართ, იმიტომ რომ ძალიან მალე სომხეთში არჩევნებია და არ არის მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ მაგალითად ის ინვესტიციები, ნამდვილი სამშვიდობო პროექტი, რომელიც არის პირველი პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო დერეფანი და ეს დადგა ეს შესაძლებლობა გამოიხატა ძალიან აქტიურად მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მაგრამ მეორე ეს არის უზარმაზარი ინვესტიციები, რომელიც სომხეთს აქცევს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ტექნოლოგიურ ჰაბად, ხო? აი მაგალითად თქვენ იცით, რომ 500 მილიონიანი ინვესტიცია, რომელიც იდება ეხლა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, სხვადასხვა თქვათ ქვეყნების მიერ სომხეთში იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტის კონკრეტული ჰაბი შეიქმნას და ამისთვის უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სპეციალურად გადასცა NVIDIA-ს ნახევარგამტარებით ჩვერო ჩიპებს რო უწოდებთ ეს მნიშვნელოვანი თქვათ ექსპორტი დაუშვა და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ჰაბი, რომელიც იქნება სომხეთში ხელოვნური ინტელექტის იმუშავებს არა მხოლოდ თქვათ ადგილობრივი რეგიონალური კონტექსტისთვის, არამედ იმუშავებს მსოფლიო მიწოდების ჯაჭვში იქნება აქტიურად ჩაბმული სომხეთი, რაც არის მათ შორის 20% საკუთარი ბაზრისთვის მოხმარება, ხო? ანუ საკუთარი განათლების სისტემისთვის მოხმარება, საკუთარი თქვათ განათლების განვითარების შესაძლებლობების ახალ ეტაპზე გადაყვანა და ამიტომ ეს არის რეალური სამშვიდობო პროექტი. ამით სომხეთში ხდება ახალი თქვათ ხელოვნური ინტელექტის ყველაზე უფრო დიდი თქვათ რაღაც კლასტერის ჩამოყალიბება, მოდით ესე რომ თქვათ, რომელიც უზრუნველყოფს სომხეთში გრძელვადიან ინვესტიციებს და სხვა შორის 500 მილიონი იყო თავიდან და თქვენ იცით ამაზე განცხადება არაერთხელ გაკეთდა და ეხლა უკვე ეს თანხა ავიდა დაახლოებით 400 მილიარდამდე. ასევე აქ არის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა და პრეზიდენტ საფრანგეთი ძალიან აქტიურად არის ჩართული, პრეზიდენტ მაკრონმა რამდენიმე დღე გაატარა. თქვათ ეს არის სამხედრო ტექნოლოგიური თანამშრომლობა, ეს არის ენერგეტიკული უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობა, ეს არის ახალი სარკინიგზო თქვათ იგივე ტრიპის დერეფანზე სარკინიგზო შესაძლებლობები, რომელიც გამტარუნარიანობას გაზრდის და ასე შემდეგ. ანუ პრაქტიკულად სომხეთმა ძალიან კარგად ჩვენმა მეზობლებმა და სულ მინდა გავიმეორო, რომ მათ წარმატებები, იმიტომ რომ სომხეთი ევროკავშირთან ახლოს ავტომატურად ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ჩვენც ძალიან ახლოს ვიქნებით ევროკავშირთან და ეს არის ზუსტად ძალიან სევდიანი, რომ იმ კონტექსტში, რა კონტექსტში ჩვენ ვიყავით ისტორიულ კონტექსტში და რა განვითარების შესაძლებლობებიც ჰქონდა წლების წინ და ვამაყობდით ამით, ხო? ანუ ეს ყველაფერი დაიკარგა, დაირღვა, მოირღვა არქიტექტურა, ეს ინფრასტრუქტურის და ეხლა არგია ვინმე მაინც რომ არის რეგიონში დასავლეთის დასახლება. ხო, ეხლა იცით რა არის, მთავარი ეს არის, რომ რა არის რეალურად ეს ფორმულა, ხო? ეს ფორმულა პირველი არის საკუთარ ხალხზე ზრუნვა, ეს ფორმულა არის მშვიდობის, განვითარების, ნამდვილად პროგრესის პერსპექტივა, იმიტომ რომ თანამედროვე ტექნოლოგიები და მათ შორის აი ხელოვნური ინტელექტზე, როდესაც საუბრობთ და ამ ხელა ჰაბის შექმნა, ეს არის ზუსტად ის, რაც შენ
როგორც ქვეყანას მიყავხარ წინ და რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი იქნება, ძალიან მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები იქნება. სხვათა შორის ზუსტად ამ ტექნოლოგიური ჰაბის შექმნით სომხეთში, თქვა სკოლებში შევა ზუსტად რაღაცა დამატებით ახალი ტექნოლოგიები უნივერსიტეტებში, ბაზარზე, შრომით ბაზარზე არა მხოლოდ მოთხოვნა იზრდება, არამედ იზრდება ის ხარისხი, რომელიც უნდა გადაიზარდოს შემდეგ ზუსტად ამ პროფესიონალებში. ეს არის ნამდვილი შვიდობის პროექტი, სოფო აი რაც მინდოდა მეთქვა. აბა ომი გინდა თავზე ჩამოემხო ეს ფაქტობრივად პროპაგანდა ქართულ ოცნებას ერევანში განვითარებული პროცესების შემდგომ და რეალურად ესე იგი ამ რამდენიმე წელიწადში როცა ივანიშვილმა დრო დააკარგინა საქართველოს მოქალაქეებს რაქნა ფაშინიანმა სომხეთში ესე იგი მოქალაქეს სომხეთის მოქალაქეს მისცა რეალური მშვიდობა, მისცა სამომავლო გამდიდრების შესაძლებლობა, ანუ ეკონომიკური მდგრადობის შესაძლებლობა და უსაფრთხოების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ტრიპს, ანუ კორიდორს მოყვება უსაფრთხოება და შეერთებული შტატები, როცა დებს ინვესტიციას ასეთ მნიშვნელოვან პროექტში, იმას რა თქმა უნდა მოყვება უსაფრთხოების გარანტიებით და ჩვენ რა მივიღეთ ამ დროს, ეს მინდა რომ იცით რა, მშვიდობა, განვითარება, პროგრესი, ეს არის ზუსტად ის, რაც თანამედროვე სამყაროში სრულიად ითარგმნება არა პროპაგანდისტულად, არამედ რეალურად ეკონომიკური ციფრებით, ხო? ანუ რუსეთზე ძალიან დიდი დამოკიდებულება, ბაზარზე დიდი დამოკიდებულება, მათ შორის შავი ფულის ძალიან დიდი მოძრაობა, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით წარმოუდგენლად გაიზარდა და ეს ამ ყველაფერმა ასახვა პოვა საქართველოს მოქალაქეებზე, ანუ ადამიანზე, ქართველზე, ანუ ქართველ ხალხზე, იმიტომ რომ მათ არ გაუჩნდათ ახალი შესაძლებლობები. უფრო მეტიც ეს შესაძლებლობები ჩვენ დავკარგეთ ნელ-ნელა, ხო? ანუ ევროინტეგრაცია რო სუსტდება და პრაქტიკულად საქართველოს აღარ აქვს წინსვლის შესაძლებლობა, იქ ხდება რა? ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, დემოკრატიის უკუსვლა, ეკონომიკური კეთილდღეობის აბსოლუტური თქვა რაღაცნაირად განულება, იმიტომ რომ თუ შენ არ ხარ დიდ ბაზარზე გასული, თუ შენ არ გაქვს ტექნოლოგიები, თუ შენ არ გაქვს გამტარუნარიანობა ძალიან მაღალი, თუ შენ არ გაქვს ის ხარისხი, რომელიც აუცილებელია და მათ შორის ახლა ძალიან დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეების გადის ქვეყნიდან და ეს არის ზუსტად ის ტვინების გადინება, მათ შორის ახალგაზრდებს გულისხმობ. ეს პერსპექტივის ნაკლებობა ქმნის პრაქტიკულად ძალიან მძიმე პირობებს ქვეყანაში. ამიტომ როდესაც ჩვენ რაღაც აი NVIDIA-ს ვთქვათ ინვესტიციებზე საუბრობთ, იქ არ არის მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიცია, იქ არის ევროკავშირი, ირლანდიური დიდი სტარტაპი, დიდი კომპანია აკეთებს, მათ შორის აი ამ ინფრასტრუქტურას. სტრატეგიული პარტნიორობა ღირს არ მერს ხედავა, აგერ სომხეთში გაფორმდა. ხო, ანუ ჩვენ ვართ პრაქტიკულად იზოლაციაში და ეს იზოლაცია მოიტანა ზუსტად იმან, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების კონსოლიდაცია იყო უპირველესი ამოცანა ქართული ოცნების, ანტიქართული ოცნების ჩინოვნიკების და მისი უპირველესად ბიძინა ივანიშვილის. ეს არის ეს მმართველობის სტილი, რომელიც ძალიან კარგად არის კოპირებული, თქვათ, გადმოტანილი, თქვათ, რუსეთიდან, ხო, მაგრამ ამ დროს ხდება მეორე რამ და ეს, თქვათ, ეს ფაქტორიც აუცილებლად უნდა გავშალოთ. ეს არის რუსეთის სისუსტე, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს სისუსტე გამოიკვეთა უფრო მეტწილად, არა მხოლოდ ეკონომიკურ ციფრებში, არამედ საომარ მდგომარეობაში. ამ დროს რუსეთი მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთი ვერ იგებს ამ ომს, ამას ხედავს ყველა და უნდა ხედავდეს ივანიშვილიც, მაგრამ მას აი ზელენსკისთან შეხვედრის დეტალი იყო ერევანში მაგალითად, ხომ? რა შეიძლება დაქონოდა ზელენსკის სათქმელი ამათთვის, ეს ძალიან საინტერესოა და ამ მანევრირების საშუალებას როგორ გონიათ იტოვებს ივანიშვილი? უკან დახევს მისი ფსონი სამ დღეში რუსეთის მხრიდან ამ ომის მოგების არ აღმოჩნდა არათუ მართალი, ის ნელ-ნელა ალბათ რაც არ უნდა გაჯიუტებული იყოს საკუთარ შეხედულებაში, რწმუნდება რომ რუსეთი ვერ იგებს ამ ომს. ის ეცდება თუ არა რაღაც გამოსავლების ძიებას, თუ არა აქვს მას ამის მოქმედების თავისუფლება. მე არაერთხელ მithქვას რომ მანევრირების სივრცე შეზღუდული აქვს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ თავარი რა არის, რომ თავარი კობახიძის ჩასვლა ეს ნიშნავდა ზუსტად იმას, რომ პროპაგანდისტულად ასე ვთქვათ ფარისევლები არიან, იმიტომ რომ თუ შენ არ გინდა, თუ შენ ევროკავშირს ლანძღავ ყოველდღე, თუ შენ პროპაგანდისტულად რუსულ გზავნილის, ასე ვთქვათ, შხამს ავრცელებს საქართველოს მოქალაქეებზე და მოსახლეობაზე, მაშინ რატომ მიდიხარ იმ ადგილას, რომელიც შენთვის მიუღებელია, ხო? იმიტომ რომ გამოვიდა მეორე დღეს, ვთქვათ, პაპუაშვილი და იგივე გაიმეორა. მაგრამ ამავ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის სისუსტე, არა მხოლოდ, ვთქვათ, ეკონომიკური კონტექსტით, არამედ პუტინის სისუსტე, როგორც ასეთი, იმიტომ რომ ჩვენ გვესმოდა არაერთხელ რომ აი მიუხედავად ყველაფრის
ვთქვათ, წინ მიდის რუსეთი, რაღაც ამდენ კვადრატულ სანტიმეტრს თუ კილომეტრს იკავებს უკრაინაში და ეხლა სრულიად სხვა ტექნოლოგიური გარღვევა აქვს უკრაინას. თვითონ და უკრაინა და პრეზიდენტი ზელენსკი ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც საომარ მდგომარეობაშია. ის არის ლიდერი, რომელსაც უსმენენ, რომლის აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო ლიდერებისთვის, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპისთვის, მიუხედავად იმ турბულენტობისა, რომელიც იყო, ვთქვათ, ზუსტად ამ შემთხვევაში რამოდენიმე თვის წინ. და ეხლა 19-ის აღლუმზე, როდესაც პუტინი ამბობს, რომ იგი ბუნკერიდან ვერ ამოდის, იმიტომ პარანოია გაუძლიერდა ზუსტად იმიტომ, რომ ხა ტელეგრაფი წერდა ზუსტად, რომ ვთქვათ, ტელეფონების აკრძალვა გამოყენებაც კი აუგრძალა საკუთარ თანამშრომლებს. ამიტომ რუსეთის სისუსტე ეს არის ძალიან თვალსაჩინო. მათ შორის თვითონ შიგნით რუსეთში, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ რა შესაძლებლობის ფანჯარას ვკარგავთ? პირველ რიგში ეს არის მართლაგრძელვადიანი მშვიდობა, მართლაგრძელვადიანი პროგრესი, განვითარება, ტექნოლოგიური წინსვლის გარეშე დღეს არ არსებობს შენ გქონდეს უზარმაზარი ინვესტიციები და თუ შენ არ გაქვს კონკრეტულად ის ძალიან მნიშვნელოვანი საფეხურები გავლილი, ვთქვათ, საკანონმდებლო, სასამართლო, ვთქვათ, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ზოგადად არ ყავს ძლიერი მეგობრები, იმიტომ რომ ჩვენ ყველა მეგობარი ჩამოგვაცილა ბიძინა ივანიშვილმა. როდესაც ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ, მაშინ რა იყო სამომავლო გეგმები, ხო? პირველ რიგში ეს იყო თავისუფალი ვაჭრობა, ეს იყო თავისუფალი უვიზო მიმოსვლა, ეს იყო უსაფრთხოების სექტორში, ეს იყო უსაფრთხოების სექტორში ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა და ეხლა ჩვენ ვხედავთ რას, რომ საქართველო ივანიშვილმა გადააქცია მაჩანჩალა ქვეყნად. კიდევ ვიმეორებ, დიდი წარმატება ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მეზობლებს, მათი წარმატება ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც სამხრეთ კავკასიის პარადიგმიდან გადავიდა აღმოსავლეთ ევროპის პარადიგმაში, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი გაფართოების ტალღის კონტექსტში და ეს უნდა ყოფილიყო და დაგვირგვინებულიყო ნამდვილად ძალიან დიდი ისტორიული გარღვევით. ეხლა ვართ სიტუაციაში, როდესაც მშვიდობა, ბიძინა ივანიშვილი მშვიდობას აწვდის ადამიანებს პროპაგანდისტულად და როგორ არის მშვიდობა მშიერი ადამიანი, როგორ არის მშვიდობა მშიერი მოსწავლე, მშიერი ადამიანი, რომელსაც წამლების ფულს არ აძლევენ და თურმე მომღერლების ჩამოსაყვანი ფული ძალიან კარგად აქვთ, ხო? ანუ ეს გამოჩნდა დღეს სოციალურ ქსელში იწერებოდა ამის შესახებ, რომ შესაძლებელია ჩამოიყვანო მრავალი მილიონი გადაუხადო რომელიღაც კონკრეტულ, ვთქვათ, არ ვიცი, ჰიპ-ჰოპის მომღერალს და არ გადაუხადო, არ მისცე, არ გამოყო თანხები წამლებზე დუშენით დაავადებული ბავშვებისთვის, რაც არის ძალიან მძიმე და ჩვენ ყოველთვიურად ჩვენ განიცდით. ამიტომ მშვიდობა ეს არ არის მხოლოდ პროპაგანდა. ეს უნდა იცოდეს ჩვენმა ტელემაყურებელმა, ქალბატონსა. მშვიდობა არის კონკრეტული ეკონომიკური კეთილდღეობა, განვითარება, რომელიც აისახება თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეზე, არამედ თითოეულ მოქალაქეზე და აქ არის ზუსტად კითხვა, აქვს თუ არა მანევრის საშუალება, შეზღუდული აქვს თქვენ თქვით, მაგრამ აი მაგალითად ზელენსკის ნათქვამს კობახიძე ხომ მიუტანდა ივანიშვილს აუცილებლად წარმოუდგენელია სხვანაირად, რა შეიძლებოდა ქონოდა ზელენსკის სათქმელი კობახიძისთვის, მან დაწერა მერე, რომ ჩვენ შორის არის ბევრი გადაუჭრელი საკითხი, მაგრამ დიალოგი აუცილებელიაო, რა არის გადაუჭრელ საკითხებს შორის? იცით რა, მე ვფიქრობ, რომ კონკრეტულად ძალიან კარგად იციან უკრაინის პოზიცია, ხო? ანუ ჩვენ ვხედავდით მთელი ამ წლების განმავლობაში 2022 წლიდან ანტიუკრაინულ პროპაგანდას და პრაქტიკულად აღვირახსნილ, ასე ვთქვათ, დეზინფორმაციას, რომელიც პირდაპირ იყო რუსული დეზინფორმაციის იდენტური საქართველოში, ხო? ანუ ეს სამთავრობო არხები, როდესაც დასანქცირდნენ დიდი ბრიტანეთის მიერ, რატომ დასანქცირდნენ? იმიტომ რომ ეს შხამი, ვთქვათ, ინტოქსიკაცია, რომელიც ხდებოდა ამ არხებიდან, ეს არის ზუსტად, ვთქვათ, აი რუსული დეზინფორმაცია ერთ-ერთზე. ამიტომ ეს საკითხები არის ზუსტად ის პირველ რიგში, რაც არის უკრაინის ეროვნული ინტერესები, ხო? სხვადასხვა შეიძლება ყოფილიყო ეს საკითხები, ჰუმანიტარული საკითხი, ეს ვთქვათ, დეზინფორმაცია, ვთქვათ, პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა, როგორც უკრაინის მოქალაქის, ბევრი საკითხი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ამ საუბარს არ შევხედავდი, როგორც ვთქვათ, მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობის ჭრილში. მე შევხედავდი როგორც ზელენსკის რეგიონის ლიდერის, კიდევ ვიმეორებ, რომელსაც ძალიან სერიოზული და დიდი გარღვევები აქვს და მან მოახერხა რუსეთის დასუსტება. ჩვენ მოდი ყველა უნდა ვაღიაროთ, რომ თუ ვინმემ დაასუსტა რუსეთი, ეს არის უკრაინა. თუ რამემ დაასუსტა რუსეთი, ეს არის უკრაინა. თუ რამემ დაასუსტა რუსეთის ეკონომიკა, ეს არის ის ტექნოლოგიური გარღვევები ფრონტზე, როდესაც თქვათ უკრაინამ შექმნა ახალი იარაღი სპეციალური და ეხლა შეუძლია რუსეთის ზურგში
200 კილომეტრზე გადატყორცდოს ვთქვათ თავისი ვთქვათ ფლამენგო ხო ანუ ეს როგორც რაკეტა ხო და ძალიან მნიშვნელოვანია ეს გვესმოდეს და ვთქვათ დრონების ტექნოლოგია ახალი ტექნოლოგიები ახალი რეფორმები ვთქვათ თავდაცვის და შეიარაღების ნაწილში ამიტომ ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ეს მოდეს ჩვენს ქართულ ხალხს რომელთანაც ჩვენ გასაყოფი არაფერი არ გვაქვს ხო ანუ არც იმ ადამიანთან რომელსაც შეიძლება მე არ მოვწონდე რომელსაც შეიძლება რაღაცა კონკრეტულად სხვა პოლიტიკური შეხედულება ქონდეს მაგრამ გასაყოფი კი არ გვაქვს ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ნამდვილი მშვიდობა დადგება მაშინ როდესაც ამ ქვეყნის თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესი იქნება დაცული უსაფრთხოება კეთილდღეობა სიმდიდრე ძლიერი ოჯახი განვითარება პროგრესი განათლება, ტექნოლოგია, პერსპექტივა, ახალგაზრდა და უბრალოდ ხო, რომ საქართველოს არ დაცარიელდეს, იმიტომ რომ შეხედეთ საქართველოს ქალაქებს, ანუ წარმოუდგენლად უმძიმესი ვითარება. ამ კონტექსტში მე ვფიქრობ, რომ კიდევ ვიმეორებ, როდესაც ჩვენ სომხეთს ესე სხვა შორის მაკრონმა თქვა ძალიან კარგად ეს რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს ანუ სომხეთის მაგალითი არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მეზობლებმაც დაინახონ თქვათ და აირჩიონ ის ეხლა ზუსტად თქვა ციტირება არ მახსოვს მაგრამ კონტექსტი ეს იყო ხო იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა წარმოიდგინეთ როდესაც რეგიონი ესეთი შეკრულია როდესაც მშვიდობა დამყარდა და სტაბილურობა თქვათ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის მიუხედავად იმისა რომ კიდევ ვიმეორებ სტრატეგიული გასადენები, სტრატეგიული, თქვათ, ინფრასტრუქტურა, გიუმრის სამხედრო ბაზა არის კვლავ რუსების ხელში, თქვათ, სომხეთში, მაგრამ ამას პაშენიანისთვის არ შეუქმნია პრობლემა, რომ კონკრეტულად გაეცა პასუხი პუტინისთვის, ხო, ძალიან კონკრეტული და საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეხლა რომ საქართველოს იყოს რეგიონის ლიდერი და ეს ფუნქცია ჰქონდეს, ჩვენ ვიქნებოდით საერთოდ სულ სხვა ეტაპზე განვითარების. ამ შესაძლებლობებს ართმევს ზუსტად ივანიშვილი და პასუხად ყვებავს პროპაგანდით, მეტი არაფერი არ აქვს ხელში საქართველოს მოქალაქეს, ის მოტყუებულია პროპაგანდით, პირდაპირ ვიტყვი. ერთი კითხვა მრჩება ხატია, აი ამ ფონზე როცა ერევნიდან დაბრუნდა ერაკლი კოლბახიძე, იმა მეორე დღეს გვითხრეს რომ დააკავეს, სუსმა გვითხრა რომ დააკავა ჯაშუში, არ დაუსახელებია ქვეყანა, რუსთავიორმა მოყვა, რომ ეს არის გიორგი უძილაური და რომ ის ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდაო. აი ეს საერთოდ რას გეუბნებათ ეს ამბავი? იცით რა, ჩემთვის, ნუ ყველასთვის გასაგებია ხა ამ ადამიანის წარსული და თქვენ ჟურნალისტებმა ძალიან კარგად იცით, მაგრამ ჩემთვის ძალიან მარტივია, რომ შეიძლება ყველაზე ბნელი, ყველაზე ამაზრზენი საქმეები შეგასრულებინოს შიშარა ბრძანებელმა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ესე ვთქვათ ტყუილში აცხოვრებს ადამიანებს და ამ ყველაზე შემზარავი ბრძანების შემსრულების შემდეგაც კი გადაგაგდოს და მოგისროლოს, ხო? ანუ შეიძლება რაღაც პირადი არ მოეწონა რაღაც, ხო, ბიძინა ივანიშვილს ხო, როგორი თქვა კოზანოსტრის რაღაც ასე თქვა აზროვნება აქვს ეს 90-იანი წლებიდან რუსეთიდან. მე არ ვიცი რა იყო რეალურად, თქვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შემზარავია ის, რომ აი ამ ზუსტად შემზარავი ბრძანების შესრულების შემდეგ ესე მოგისვრის და გადაგაგდებს და რაც შეეხება ევროპულ სახელმწიფოსთან, ასე თქვა, ჯაშუშობასთან დაკავშირებით. ნუ ეხა ეს არის მე დარწმუნებული ვარ ასევე პროპაგანდის ნაწილი, იმიტომ რომ ყველაფერი გასაგებია თუ თქვათ კობახიძე სადღაც ჩადის ევროკავშირის სამიტზე ხდება თქვათ დერეფაში თუნდაც ან რაღაც ხელს არ ართმევს მაკრონს და ასე შემდეგ რაღაც პატარა ასე თქვათ აქეც ნაბიჯი საჭიროა ხო ანუ ეს ზუსტად ის არის სადაც მე ვამბობ რომ ბიძინა ივანიშვილს მანევრირების სივრცე აღარ აქვს და თუ ეს სივრცე აქვს ეს არის მხოლოდ ჩვენი ინტერესების დაზიანების ხარჯზე ქართველი ხალხის. დიდი მადლობა ხატი